ვინმე იტყვის ეს უმნიშვნელო ამბავიაო, ხო, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ამბავია, მაგრამ მეორე მხრივ კითხვა მაქვს ამგვარი, დედაქალაქის მერია კახიკალაძე ასეა? მე ასე ვიცოდი, ბატონ ივანიშვილს მივმართავ, ასე ვიცოდი, რომ მივლინება ფორმდება სამსახურეობრივი ან საქმიანი. დუბაიში თავისი მეუღლის, მე მგონი თავისი დაბადების დღის აღსანიშნავად, რატომ გაემგზავრა? დედაქალაქის მერს აქვს თუ არა უფლება მიემგზავრებოდეს რომელიმე სხვა ქვეყანაში სამუშაო დღეებში მივლინების გაფორმების გარეშე ან მივლინების გაფორმებით. კახიკალაძემ წესითა და რიგით დამოუკიდებლად იმისა ბიუჯეტის ფულით ისარგებლა თუ არა და ალბათ არ ისარგებლა, იმიტომ რომ თავისი ფულით საკმარისი აქვს და რამდენადაც ვიცით ხელფასს არ იღებს, თუ იღებს არ მახსოვს, მოკლედ მნიშვნელობა არ აქვს ამას. იმ შემთხვევაშიც კი თუ სამივლინებო ხარჯები არ აიღო დედაქალაქის ბიუჯეტიდან, იმ შემთხვევაშიც კი თუ მივლინება არ გააფორმა როგორც ასეთი, კანონი მაინც დაარღვია, როგორც მე ვხვდები. იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება არჩეული მერი დედაქალაქში, სწორედაც რომ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამდენი საქმე აქვს წესით და რიგით მოსაგვარებელი დედაქალაქის მერს. სხვაგვარად გითხავთ, გიგი უგულავა ან ზურაბ ჭიაბერაშვილი, მიშა სააკაშვილის დროს ვინც იყო დედაქალაქის მერი ერთიცა და მეორეც, უცებ რომ გამქრალიყვნენ დუბაიში, ბატონ ივანიშვილს რა რეაქცია ეკნებოდა? ის რომ ის დუბაიში ჩარჩა, ეს მისი ბრალი არ არის. ის რომ ვერ ახერხებს გამომგზავრებას, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მილიონი აქვს, ტექნიკურად ვერ ხერხდება, არც ეს არ არის მისი ბრალი, მაგრამ კითხვა, რატომ მისცა მან საკუთარ თავს უფლება სამუშაო საათებსა და დღეებში გამგზავრებულიყო სხვაგან მივლინების გაფორმებით ან გაფორმების გარეშე. ეს არ არის პირველ ხარისხოვანი კითხვა ვაღიარებ, არც მეორე ხარისხოვანი კითხვაა და არც 22 ხარისხოვანი ისეთი პრობლემები აქვს ამ ქვეყანას, რომ რა დროს ეს ფორმალობებია, მაგრამ კანონი კი მან ნამდვილად დაარღვია. ახლა ცოტა იუმორი გაურიოთ, ოღონდაც კი დაბრუნდებოდეს და აღარაფერს ვჭივით.